შექსპირის მაკბეტი ბათუმის დრამატულ თეატრში ამ წუთებში სპექტაკლის პრემიერაა. წარმოდგენაში დრამატული თეატრის სამივე თაობის მსახიობები მონაწილეობენ. რეჟისორ ანდრო ენუქიძის გადაწყვეტილებით მოქმედება დარბაზის სხვადასხვა ნაწილში ვითარდება. ამიტომაც მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდულია. ჩვენებას მხოლოდ 99 ადამიანი ესწრება. წინა საპრემიერო ჩვენებას ჩვენი ჟურნალისტი სულხან მესხიძე დაესწრო. ამ წუთებში ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე უილიამ შექსპირის პიესა მაკბეტის პრემიერა მიმდინარეობს. სცენარის მიხედვით მაკბეტი სამეფო გვირგვინზე ოცნებობს. მისი ქმედებები იმ რეჟიმის შედეგია, რომლის კანონებითაც ცხოვრობს. მაკბეტის სისხლიანი მმართველობის ისტორიას ჯადოქრები ყვებიან. დეკორაცია, განათებები, მუსიკა, გრიმი და კოსტიუმები შექსპირის ჯადოსნურ სამყაროს აცოცხლებს. უილიამ შექსპირის ეს პიესა დღევანდელ რეალობას კარგადაა მორგებული. ამბობს მაკბეტის როლის შემსრულებელი მსახიობი ზაალ გოგუაძე. მსახიობი როლზე 2 თვეზე მეტხანს მუშაობდა. არც ერთი როლი არ არის მარტივი გასაკეთებელი, მაგრამ ახლა შექსპირია და ახლა მაკბეტია. ორ მაგაც და 10 მაგაც უფრო სიცოცხლეებს წავაწყდი. ძალიან სუყერულია. ძალიან უამრავი ადამიანური ემოციით, ადამიანური ტკივილით, სიხარულით. ბედის წერასთან თამაშია. ჩემ პერსონაჟია ერთ-ერთი ალქაჯი იმ სამეულიდან, რომელიც პრინციპში სასწაულებს ახდენს შემდეგ ამ სპექტაკლს ერთად ამ სამყაროში და ავიც რაღაცა მაკბეტის ბედი ამ ადამიანების ნებაზია რაღაც ხშირ შემთხვევაში დამოკიდებული. სპექტაკლში მეფის როლს უხუცესი მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე განასახიერებს. შექსპირის პიესაში თამაში მსახიობისთვის ერთგვარი გაკვეთილია, რადგან იგი დიდ ოსტატობას და აზროვნებას მოითხოვს. ასე აფასებს მსახიობი საკუთარ როლს. ეს არის შოტლანდიის მეფე, რომელსაც მე ვთამაშობ. საინტერესო სამუშაოა შექსპირი. შექსპირი მარტო სამუშაო არ არის, შექსპირი არის გაკვეთილი მსახიობისათვის. როცა შექსპირს თამაშობ, იქ ძალიან დიდი ოსტატობა და ძალიან დიდი აზროვნება გჭირდება. სპექტაკლი მაკბეტი შექსპირის საიუბილეო კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე გაიმართა. ორმოქმედებიან პიესაზე რეჟისორი ანდრო ენუქიძე 3 თვის განმავლობაში მუშაობდა. წარმოდგენაში 3 თაობის 22 მსახიობია ჩართული. დასი შეუდგება შექსპირზე მუშაობას. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა და წონა აქვს. საიუბილეო წელია შექსპირის მთელი მსოფლიო. მთელ მსოფლიოში ყველა დრამატული თეატრი ცდილობს ამა თუ იმ ფორმით შეეხმიანოს ამ ფაქტს. იდგმება ბევრი შექსპირი საქართველოში წვათ შორის. რამდენიმე მაკბეტი დაიდგა წელს ფოთში, ქუთაისში და ეხლა ჩვენ ვაგრძელებთ ამ ესტაფეტას. პირველად რაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია 3 პიესაში ეგრე არის, როგორც ვიცი, რომ 3 გრძნეული ქალი. ბრჭყალებში რუსულად ვიტყვი ვეძმი, ხო? და რეჟისორს ფანტასტიკურად შემოყვანილი ყავს აი ტიტეს სახით რაღაც იქეთ-აქეთ, არც ქალი, არც კაცი. ცალკე ისაცვია, ცალკე კაცის ტანსაცმელი და აი ძალიან სერიოზული მიგნება. ძალიან მოლოდინში ვიყავი აი ამ პრემიერის, მინდა გითხრათ. თავისი დაძაბული ვარ, მთლიანად მიმდინარეობს ისე პირველი მოქმედება გაიარა. რომ სუნთქაც კი შემეკრა. აი ნახოთ ახლა მეორე მოქმედების დასასრული მთავარი არის მეორე მოქმედება, კვანძის გახსნა, კულმინაცია და ასე შემდეგ. სპექტაკლის სპეციფიკიდან გამომდინარე მაყურებელთათვის ადგილები შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ სცენაზეა გამოყოფილი. წარმოდგენები ბათუმის დრამატულ თეატრში 3 დღის განმავლობაში გაიმართება.